საუბარს გავაგრძელებთ უკვე ჩვენი გაცემის მესამე სტუმართან, თამარ ჯაფარიძე გახლავთ მესამე სტუმარი, ორგანიზაცია დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ დამფუძნებელი. მასთან ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი ტვირთისა და დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე ამ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც აწყდებიან დამოკიდებულებას აზარტული თამაშების მიმართ. აღნიშნულ საკითხზე ბუნებრივია ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად და გავიგებთ ასევე იმის შესახებაც თუ რა გახდა ამ ორგანიზაციის შექმნის მთავარი მიზეზი და ასევე რა ისტორიებს აწყდება ყველაზე ხშირად ეს ოჯახები, რომლებიც რეალურად საერთო პრობლემის წინაშე იბრძვიან. დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრება ყველას ოჯახში, ვისაც კი აქვს დღის წესრიგში. მოგესალმებით ხალბატონო თამარ, მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის და მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ესეთი ორგანიზაცია გაქვთ და მუშაობთ ამ მიმართულებით. საინტერესო იქნებოდა პირველ რიგში ზოგადი კითხვა, რა გახდა თქვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზეზი, როდის ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია და რამდენი ადამიანია მასში გაერთიანებული? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა თქვენ ჰოლდინგს ამ მნიშვნელოვანი თემის სიღრმისეულად წამოწევისათვის. ჩვენი ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა, გაზაფხულის პერიოდი იყო, როდესაც სამეგობრო წრე ერთად ვისხედით, ქალბატონებით საუბრობდით და აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემა არაერთის, არამედ მრავალი ადამიანის ესე ვთქვათ, ჩუმი ტკივილი ყოფილა და შემდგომ ყოფმა ქალბატონებმა გადავწყვიტეთ, რომ აი ამ ყველაფრისთვის მიგვეცა სახე ორგანიზაციის, რომელიც იქნებოდა მებრძოლი, შეუპოვარი, რადიკალური და ასევე დაფუძნებული და გამყარებული სამართლებრივ ჩარჩოზე, რეგულაციებზე. აუცილებელი იყო უკვე მე შემდგომ რომ მოვიძიეთ ფაქტები, დაუკავშირდით ეს, დავდებით საინფორმაციო წერილი, სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოვიდა, არა მარტო ჩვენი ქვეყნიდან, უცხოეთიდანაც ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალბატონი, თითქმის 100 ემიგრანტი ქალბატონიდან 70 მხოლოდ ამისთვის იყო გადახვეწილი და არის გადახვეწილი. სასწაული სტატისტიკა არის, რომ მათ დაედოთ ვალები, დაკარგეს სახლი და 1000 უბედურება ახლავს სათამაშო ბიზნესს, სოციალური მიმართულებით. და შემდგომ უკვე ჩვენ ჩამოვყალიბდით ჯგუფი როგორც კანონმდებლები. საკანონმდებლო ინიციატივები უკვე თქვენი ავტორობით. საკანონმდებლო ინიციატივები დავიწყეთ ამაზე მუშაობა, დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა პარლამენტთან, მთავრობასთან, საპატრიარქოსთან. შეიქმნა უწყებათა შორისი კომისია, სადაც აქტიურად ვიყავით ჩართულები. ბატონი ხუციშვილი ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს. ეს კიდე მამუკა ბახტაძის დროს გახლდათ. 2017 წელზეა საუბარი. კი ბატონო და აი 2017 წლიდან მიღებული უკვე შემუშავებული ჩვენი საკანონმდებლო წინადადებები, აქტიური განხილვა, იქ არა მარტო სამოქალაქო სექტორი, როგორც გითხარით, იყო ყველა ის ინსტიტუციის მაღალი წარმომადგენელი, რომელსაც ხელს ეწიფებოდა ამ საქმის მოგვარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და ეს გახლავთ მულტიდისციპლინური, თორე გუგა კი საუბრებდა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მულტიდისციპლინური საკითხი, რომელსაც ესი ხელი ერთის მოსმით ვერაფრით ვერ მოაგვარებს, თუ სახელმწიფო პოლიტიკის ნება არ იქნება. ხო, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ დეტალურად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, თუმცა საგულისხმოა ჩემთვის თქვენი ორგანიზაციის სახელწოდება დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ კუთხით დედების როლი ბუნებრივია და თქვენ ბევრი დედის ისტორიას გაეცანით. ბუნებრივია, მათ შორის არიან ემიგრანტებიც, მათ შორის არიან საქართველოში მცხოვრები დედებიც, რომლებიც შვილებს ულგან გვერდში ეხმარებიან ამ პრობლემის მოგვარებაში, მის გადალახვაში. დედის თვალით დანახული ეს პრობლემა როგორია? აი რაიმე ისტორია რომ გაიხსენოთ, რომელიც შეიძლება მეტად ემოციური დედის თვალით დანახული ისტორია სათამაშო ბიზნესის არის ძალიან უმძიმესი. ჩვენ არაერთი უმძიმესი ფაქტის მომსწრე ვიყავით და დღესაც გრძელდება.
მაგრამ ერთი მინდა მნიშვნელოვნად გამოვკვეთო, ღამის 2 საათზე შემოვიდა ჩემთან სატელეფონო ზარი და განწირული დედის ხმა იყო. ეს იყო დედა, რომელიც ითხოვდა შველას და მას გადაწყვეტილი ჰქონდა საკუთარი თავისთვის გამოეტანა განაჩენი, იმიტომ რომ უკვე გაუსაძლისი იყო ერთადერთი შვილის გამო მისი ცხოვრება, დაკარგა სახლი, ერთი მეორე, დაენგრა ოჯახი და ეს ქალბატონი საკმაოდ ასე ვთქვათ, კარგი ბექგრაუნდების მქონე ადამიანი, რომელმაც მრავალი თქვენი კოლეგა აღზარდა, მრავალი წიგნის ავტორია, მაგრამ დღეს მისი ცხოვრება იყო იმ წუთში იყო გაუსაძლისი და რა თქმა უნდა ჩვენ ერთი წუთით არ გვიფიქრია იმ წამს ის წამი, ის 30 წამი, რომელსაც ფსიქოლოგები ამბობენ, თუ იქ გაჩნდები, ის სიცოცხლე გადარჩება. და ჩვენ არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ ასე, როგორც მშობლის, ისევე დამოკიდებული ადამიანების. ისე რომ მე ბედნიერი ვარ და ალბათ უფლის წყალობა იმისა, რომ მომეცა ამის საშუალება, რომ ვიღაცისთვის დახმარების ხელი გამეწოდებია. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ისტორიისთვის და კითხვა იქნება ასეთი, შეიძლება ერთი შეხედვით ვერ შეამჩნიო საკუთარ შვილზე, რომ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა და სამწუხაროდ ვერც ის რეგულაცია მუშაობს, რომელიც გულისხმობს, რომ 25 წლამდე მიუღწეվել პირებს არ შეუძლიათ კანონით თამაში საკუთარი ანგარიშის სარეგისტრირება, თუმცა ვიცით, რომ ეს რეალურად ძალიან მარტივად მისი ამ რეგულაციის გვერდის ავლა ძალიან მარტივად შეიძლება და სამწუხაროა ეს და თქვენი შეფასებით რა არის ის ძირითადი ნიშნები, რომელსაც უნდა დააკვირდეს დედა, როდესაც შეიძლება ეჭვობდეს, რომ მისი შვილი ამ პრობლემის წინაშე უკვე იყოს აღმოჩენილი, ან რაღაც საწყის ეტაპზე მაინც უკვე არის იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც ქვია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. დიახ, მოგახსენებთ, პირველ რიგში ვიდრე მე თქვენ ძირითად კითხვას პასუხს გავცემდე, ამ კითხვიდან თქვენ რაც თქვით, მე მოგახსენებთ უახლეს სტატისტიკას, როგორია ჩვენი მოზარდების ჩართულობა ამ წუთში ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უახლესი კვლევები. ჩვენ გვქონდა გასული წლების კვლევები, სადაც 12% უკვე დამოკიდებული იყო, 20% გადაჭარბებული მომხმარებელი იყო. მაგრამ ჩვენი ძალისხმევით 25 წლამდე კანონი რაც მივიღეთ, კი, მე თვითონ უკმაყოფილო ვარ აღსრულების მექანიზმებით, ეს ძალიან სასაუბრო და ცალკე განსახილველი თემა, მაგრამ ამ წუთში მე რაც შემიძლია გითხრათ, შედარებით დაწეულია სტატისტიკა, მაგრამ არ გვაქვს მოდუნების საშუალება. საუბარია მოზარდებში. მოზარდებზე, ეს არის 15-16 წლის მოზარდები უახლესი კვლევა არის, სადაც რეპრეზენტატული კვლევა იყო. ეს კვლევა შედარებითი იყო ევროპულ ქვეყნებთან და გამოიკითხა ჩვენთან 3000 მოზარდი. ახლა მოგახსენებთ, რომ ბოლოს ხელზე გოგონების 7.2% თამაშობს ხელზე. ბიჭების 12% და ამათი საშუალო მაჩვენებელი არის 9.5. აბა ნახეთ რა ხელა ციფრია. 15-16 წლის მოზარდებზე გვაქვს საუბარი, ხო? კი ბატონო. ეხლა ჩვენ გვაქვს ასეთი გრაფა სახმელეთო სათამაშო დაწესებულებებში. გოგონები არის 6.3, ბიჭები არის 11%. საშუალო მაჩვენებლები სახმელეთოზე მოთამაშე მოზარდების არის 8.4%, რომელიც ევროპის ქვეყნებს ჩამორჩება 40%-ით. ამ ხრივ ცოტა უკან წავედი. მაყურებელს რომ განუმარტოთ, სახმელეთო რას გულისხმობს? სახმელეთო იმას ნიშნავს, რომ სლოტ კლუბები, ხო, ანუ სადაც ადგილზე შეგიძლია თამაში. ტოტალიზატორები და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ონლაინში გოგონები 4.2%-ია. საკმაოდ აქტიური რიცხვია ქალბატონების მხრიდან, გოგონების მხრიდან. ბიჭები არის 8.4, საშუალო მაჩვენებელი არის 6.2. ახლა რაც შეეხება იმ თქვენ კითხვას, ამაზე სრული ანალიზი შეიძლება,
გავაკეთოთ, მაგრამ ეთყობა დროც არ არის ამისი, ხო? აი ზოგადი მარტივი რჩევები იმ მშობლებისთვის, ვისაც აი ამასაკის ბავშვები ჰყავს. სწორედ მიმართავ იმ მშობლებს, ვისაც 13 წლიდან უკვე ბავშვები შეიძლება მოექცენ გარკვეული უფრო დაბალი ასაკიდანაც შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად შემოვიდა ციფრული სამყარო და ყველას თავისი smartphone და iPhone უგავია ხელში. როგორ უნდა მიხდეს მშობელი? როდის არის ბავშვი მიჯაჭვული? ბავშვი მიჯაჭვულია მაშინ, როდესაც ის 9 საათზე მეტ დროს ატარებს. ბავშვი, რომელიც გამუდმებით ითხოვს თანხას. ბავშვი, რომელიც სასკოლო დისციპლინებიდან აი ეს სწავლის ცოტა მოუკლებს და რაღაც ცუღლუტობებში ატყობს, ბავშვი, რომელიც იტყუება. ტყუილი უკვე დაწყებულია სერიოზული, რა თქმა უნდა. როდის არის მიჯაჭვულობა? მიჯაჭვულობა ეს არის უკვე ჩვენმა ორგანიზაციაში დავყავით ეს ესე ვთქვათ საფეხურებად. პირველი საფეხური, მეორე, მესამე. მეოთხე სტადია, მეოთხე საფეხური ეს უმძიმესი სტადიაა. მეოთხე საფეხური, რომელზედაც არა მარტო ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, არამედ ფსიქიატრია უკვე საჭირო. და ჩვენ ვიღებთ იმ მოცემულობას, აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც 9.4% აქტიურად ჩართული. ამათ უპირველეს სჭირდებათ ფსიქიატრიული მომსახურება. იმიტომ რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით შფოთითი აშლილობები, სტრესი, დაძაბულობა 12 მილიარდ დღეს ათავისუფლებს უქმად. წარმოგიდგენია 12 მილიარდი დღე. და აი ამ ახალგაზრდების ჩართულობა და ასეთი ახალგაზრდების ჩართულობა, რომლებიც მიჯაჭვულები არიან თამაშზე, მიჯაჭვულები არიან ნივთიერებაზე, მიჯაჭვულები არიან რაღაც ან ვიღაცაზე, ეს გარკვეულ ცუდ შედეგს ავლენს. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირებულობა. აი სწორედ მშობლების ინფორმირებულობა არის აუცილებელი. სწორედ ამას ემსახურება თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში და ამასთან დაკავშირებით ექნება შემდეგი კითხვა. ძირითად შემთხვევაში რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, როდესაც ცდილობენ რომ საკუთარ შვილს, რომელიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, დახმარება აღმოუჩინონ და ამ ბრძოლაში მის გვერდით დადგნენ. რა არის ის ძირითადი პრობლემები, რომელსაც სამწუხაროდ არ ითვალისწინებს ის მშობელი, რომელიც ან ნაკლებად ინფორმირებულია, ან უბრალოდ არ იცის, როგორ გააკეთოს სწორად ესა თუ ის ნაბიჯი. ჩვენ მათ არ ვადანაშაულებთ, მათ ყველას უნდა საკუთარი შვილის კარგად ყოფნა, თუმცა არის თუ არა კონკრეტული შეცდომები, რომელსაც უშვებენ მშობლები ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი როლი. მედიას აქვს უდიდესი როლი. დღეს ისეთ აქტიურად არის მედია შემოსული ადამიანის ცხოვრებაში და თითოეულ ოჯახში. ტელევიზიები, სოციალური მედია, აი აქ უნდა იყოს ანტირეკლამა. კამპანიები უნდა იყოს ისე როგორც თქვენი ჰოლდინგი ეძება, ხო? არ სპონსორდებით, არ იღებთ არანაირ დონაციას, ხო? იმიტომ რომ თქვენ გინდათ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ასევეა ის ტელევიზიები, რომლებსაც კანონით აეკრძალათ, მაგრამ რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ. სად უნდა ვილაპარაკოთ? მედიაში, უნდა ვილაპარაკოთ სკოლებში, უნდა ვილაპარაკოთ თავშეყრის ადგილებზე და უნდა ვილაპარაკოთ სალონებში. სადისკუსიო სალონებში. რომლის საშუალება ამ წუთში ფინანსური თვალსაზრისით ცოტა რთულია, მაგრამ თუ კი გამოჩნდება რაიმე ფინანსური საშუალება, ჩვენ ყველაფერი გვერდზე გვაქვს მიწეული, თქვით რომ ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ არ დავბრკოლდებით, სადაც ხელი მიგვიწვდება, ეს იქნება ფლაიერი, იქნება ზეპირი საუბარი, იქნება სატელეფონო საუბარი, იქნება თქვენი დახმარებით იქნება, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მშობლებო, იყავით ფრთხილად, ძალიან აქტიურად შემოვიდა ციფრული სამყარო ჩვენს ქვეყანაში,
ჩვენს ბავშვებთან გლობალური გამოწვევა არის, ამ გლობალურ გამოწვევას უნდა დაუპირისპიროთ ინფორმირებულობა. მეტი მოვიძიოთ, მეტი გავიგოთ, მეტი კვალიფიციური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი გადაცემებში, მეტი მაგალითები და მეტი მუშაობა ტრენინგი მოდულების სკოლებში ბავშვებთან დაწყებული მე-4 კლასიდან დამთავრებული მე-11 კლასის ჩათვლით. ძალიან დიდი მადლობა სწორი აქცენტებისთვის პირველ რიგში და მე რა თქმა უნდა იმისთვისაც რასაც აკეთებთ და რაც ემსახურებით. მადლობა თქვენს ორგანიზაციას და ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის მესამე სტუმარი გახლდათ თამარ ჯაფარიძე, ორგანიზაცია დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ დამფუძნებელი. ვისაუბრეთ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩენილი ადამიანების მშობლების როლზე იმ კუთხით თუ როგორ ეხმარებიან ისინი და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ არის აზარტულ თამაშებს დამოკიდებული, არამედ იმ ადამიანებს, ვინც არიან მშობლები ამ ადამიანებისა და ესე რომ ვთქვათ, ეს ტერმინიც არსებობს, თანადამოკიდებული პირები არიან ეს ადამიანები. ფიქრობ მიმოვიხილეთ საკმაოდ ვრცლად აღნიშნული თემა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ძიმე სოციალურ საკითხად ნამდვილად დგას დღის წესრიგში და დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ამ კუთხით ერთი მხრივ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო და მეორე მხრივ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენგანის, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, მის დაძლევაზე და შემდგომ უკვე ქვეყნის განვითარებაზე და განვითარებაში საკუთარი წვლილი ყველამ შევიტანოთ.